2022 წლის თებერვლის თვიდან, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, იმ დღიდან მე მოძრაობ დროშით, ასე ვთქვა. თავიდან იყო საქართველოს და უკრაინის დროშა, მაგრამ იმ განცხადების შემდეგ და იმ საშიშროების შემდეგ, რომელიც დადგა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის შემდეგ, მე გადავწყვიტე, რომ ევროკავშირის დროშაც დამემატებია ჩემი დროშებისთვის, ასე ვთქვა და უკვე 3 წელი დამთავრდა, რაც მე დროშასთან ერთად გადავაადგილდები, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფეხით იქნება, მოტოციკლით იქნება, მანქანით თუ ასე შემდეგ. ჩემთვის დროშამ დიდი დატვირთვა შეიძინა, ასე ვთქვათ, ბავშვობიდან მქონდა დროშასთან მიმართებით შეხედულება სხვანაირი, მაგრამ მან აი ამ უსამართლობის შემდეგ, რასაც რუსეთი ჩადის მშვიდობიანი ქვეყნების და ევროინტეგრაციისკენ მიმავალი ქვეყნების მიმართ, მას შემდეგ მე უფრო დროშამ სხვანაირი, უფრო ძლიერი და მძაფრი დატვირთვა ჩაისახა ჩემში, ასე ვთქვათ. მე თანაუძნობ ბათუმელ მედროშეს, ბატონ თემურ ქათამაძეს, რომელიც სრულიად არალეგიტიმურად, არაკანონიერად და გამოგონილი რაღაც ბრალდებებით არის დაკავებული. მე მინდა მას მოუსურვო მხნეობა, გამძლეობა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ უსამართლო ბრძოლაში, გავიმარჯვებთ სახელოვნად.